საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს. კალიფორნიის გუბერნატორის მოადგილესთან ელენი კუნალაკისთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება დაეთმო შუა დერეფანს და საქართველოს როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლს. ასევე აღინიშნა სან-ფრანცისკოში საქართველოს ინოვაციების ჰაბის გახსნის მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიური და ინოვაციური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯებზე და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა. ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა სან-ფრანცისკოს მერს დანიელ ლურის. განიხილეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხები და კალიფორნიის შტატთან საქართველოს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე და საინვესტიციო პოტენციალის ათვისების საკითხზე. მინისტრმა სან-ფრანცისკოს მერი საქართველოში მოიწვია. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით. დღეიდან კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში უკვე ოფიციალურად მოქმედებას იწყებს საქართველოს ინოვაციების ჰაბი, რომელიც დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. გახსნეს ის საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და სან-ფრანცისკოს მერმა და საკმაოდ საინტერესო ღონისძიება იყო გახსნის ცერემონიალისა ინოვაციების ჰაბის, რომელიც უკვე დღეიდან, როგორც გითხარით, იწყებს მუშაობას და სტარტაპერებს, ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ტექნოლოგიურ სფეროში, ახალ იდეებს, ასე ვთქვათ, ახალ პროექტებს ქმნიან, აძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მარტივად დაუკავშირდნენ მსოფლიო ბაზარს. ეს არის ერთგვარი ხიდი მათთვის, კარი, რომელიც აძლევს მათ საშუალებას საიმისოდ, რომ საკუთარი იდეების უფრო მარტივად რეალიზება შეძლონ, მოიზიდონ მაგალითად ამერიკული კაპიტალი, დაუკავშირდნენ სილიკონის ველზე მოქმედ ძალიან მსხვილ და მასშტაბურ კომპანიებს და ზედმეტი ბარიერების გარეშე, ასე ვთქვათ, შეძლონ საკუთარი პროექტების განხორციელება. საკმაოდ საინტერესო გახსნის ცერემონიალი იყო, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს ინოვაციების ჰაბი ფუძნდება საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე და მარტივი როგორც თავად საკონსულოში გვეუბნებიან ამ ჰაბის შექმნა არ ყოფილა, ამ ყველაფერს წინ უძღოდა ორწლიანი საკმაოდ შრომატევადი სამუშაო. ბაზრის არაერთი კვლევა რის შემდგომაც უკვე გახდა შესაძლებელი, რომ სწორედ აქ სან-ფრანცისკოში მსოფლიოს ტექნოლოგიურ დედაქალაქში დაფუძნებულიყო საქართველოს ინოვაციების ჰაბი და უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს გახსნის ცერემონიალს არაერთი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრო, მათ შორის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლების, ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებიც, რომლებიც ოპერირებენ მთელ მსოფლიოში და წარმოდგენილები არიან სილიკონის ველზე. ჩვენ ვქონით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება. სან-ფრანცისკო არის ინოვაციის და კრეატიულობის გლობალური სიმბოლო, სადაც წარმოსახვა რეალობად გარდაიქმნება და იდეები კომპანიებად იქცევა. ეს არის ადგილი, სადაც ოცნებები მომავლად შენდება. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ჩვენ აქ და ვიწყებთ ახალი კავშირების შენებას საქართველოს მზარდი პოტენციალისთვის. საქართველო პატარა, თუმცა სტრატეგიული ქვეყანა, რომელიც თავად არის დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის და წარმოების მნიშვნელოვანი მაკავშირებელი დიდ ბაზრებთან. ჩვენ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ეს დღე პატარა ქვეყნის დიდ ისტორიას ყვება. ჩვენი ისტორია არის სიამაყის, ბრძოლის და ტრანსფორმაციის გრძელი ამბავი. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რეგიონში ეკონომიკური ზრდის, ახალი შესაძლებლობებისა და სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა. დღეს საქართველო ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყნად ითვლება ბიზნესის დასაწყებად, რადგან რეგულაციები მარტივია და სახელმწიფო სერვისები კი ციფრულად განვითარებული. ეს ქმნის რეალურ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის. საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა სწრაფად ვითარდება. ახალგაზრდები ქმნიან ინოვაციურ ტექნოლოგიურ ბიზნესებს, ხოლო სახელმწიფო და კერძო მხარდაჭერა მათ აძლევს შესაძლებლობას იდეები რეალურ და საერთაშორისო წარმატებად აქციონ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სან-ფრანცისკოში იმყოფებით ამ ოფიციალურ გახსნაზე და მადლობელი ვართ თქვენი ლიდერობისა და თქვენი ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია ქართველი ხალხისა და სან-ფრანცისკოს შორის კავშირების გაძლიერებისკენ. ეს ქალაქი იზიდავს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ მომდევნო დიდი იდეა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. ეს ჰაბიც ამ სულისკვეთების განსახიერებაა. ეს სივრცე ქმნის პირდაპირ კავშირს საქართველოს მზარდ სტარტაპ და ტექნოლოგიურ სექტორსა და აქ
სან-ფრანცისკოში, მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ეკოსისტემას შორის. ეს ჰაბი იქნება ადგილი, სადაც იდეები საზღვრებს გადაკვეთს და პარტნიორობები გადაიქცევა გრძელვადიან თანამშრომლობად. საქართველოს სწრაფად ყალიბდება მეწარმეობის ცენტრად ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ჩვენ ვიცით, რომ ეს ცენტრი დაეხმარება უფრო მეტ ადამიანს სან-ფრანცისკოში ამ ფაქტების გაცნობიერებაში. ის ასევე გახსნის კარს კვლევითი და ბიზნეს პარტნიორობებისათვის და შესაძლებლობებისათვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს ორივე ჩვენს ქვეყანას. ეს ლენტის გაჭრის ცერემონია მხოლოდ დასაწყისია ურთიერთობისა და ინვესტიციის დასაწყისი, რომლებიც წლების განმავლობაში გააძლიერებს ორივე ჩვენს საზოგადოებას. მე ვიყავი საქართველოში და უნდა ვთქვა, რომ შემიყვარდა ეს ქვეყანა. მომწონს მისი გახსნილობა, მომწონს ნიჭიერი ადამიანები. ეს არის ქვეყანა 3,700,000-იანი მოსახლეობით და განათლების მაღალი დონით. ის ფაქტი, რომ უცხოეთში განათლება მიღებული დაახლოებით 30,000 ადამიანი გადაწყვეტ სამშობლოში დაბრუნებას, რაღაცით Silicon Valley-ს მაგონებს. თუ შეხედავთ Google-ს და ბევრ სხვა დიდ კომპანიას, ისინი შექმნეს ადამიანებმა, რომლებმაც განათლება მიიღეს სტენფორდში, კალიფორნიის თუ ბერკლის უნივერსიტეტებში. სწორედ ეს არის ის ნაპერწკალი, რომელიც საჭიროა დიდი კომპანიების შესაქმნელად. საქართველოში მე ძალიან თბილად მიმიღეს. ჩვენ იქ ოფისი გავხსენით. ნოემბერში აქ რიგით მესამე სამიტის ჩატარებას გეგმავთ და საქართველოში შექმნილ ან ქართველების მიერ დაფუძნებულ 20 საუკეთესო ტექნოლოგიურ სტარტაპს წავიყვანთ. იმედი მაქვს, რომ შეძლებთ მათთან შეხვედრას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ინოვაციების და ტექნოლოგიების ამ ხიდის ნაწილი. დღეს ინოვაციების ჰაბის გახსნის ოფიციალურ ცერემონიამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა გაემართა ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის შეხვედრა სან-ფრანცისკოს მერთან პირისპირ და რა თქმა უნდა ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადად თანამშრომლობას და რა თქმა უნდა ჰაბის ამოქმედებას, იმას თუ რამხელა მნიშვნელობის არის თავად ამ ჰაბის მოქმედება სან-ფრანცისკოში და რა შესაძლებლობებს აძლევს ის როგორც ქართულ სტარტაპერებს, როგორც მეცნიერებს, ისე ვთქვათ ახალგაზრდა ნიჭიერ ტალანტებს, რომლებსაც ეძლევათ ამის შემდგომ უკვე საშუალება იმისა, რომ უფრო მარტივად დაუკავშირდნენ ამ ბაზარს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, შედგა ორმხრივი შეხვედრა კალიფორნიის ვიცე-გუბერნატორთან, რომელთანაც საუბარი შეეხებოდა ორმხრივ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიური მიმართულებითაც. ვისაუბრეთ საქართველოსა და ქალაქს შორის თანამშრომლობაზე, იმ სიახლეზე, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ სან-ფრანცისკოში. იცით, რომ იხსნება ინოვაციების ჰაბი, რომელიც იმუშავებს აქ ამ ქალაქში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. აქ არის უამრავი შესაძლებლობა, უამრავი კარგი შესაძლებლობა ქართული ბიზნესებისთვის, ასევე ამერიკული ბიზნესებისთვის, რომ საქართველოს წარმოჩენილი აქ ამ ქალაქში და რა თქმა უნდა პოლიტიკური მხარდაჭერა და ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. ვიცი, რომ დღეს გახსნის ცერემონიალს ესწრება კალიფორნიის ტექნოლოგიური სექტორის ბევრი ლიდერი. ასევე კალიფორნიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მათ შორის ზაზა ფაჩულიაც, Golden State Warriors-ის ლეგენდარული მოთამაშე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობასა და სიმტკიცეს. საქართველოში სწორედ ჩათვალეს, რომ ასეთი ინოვაციური ჰაბი ზუსტად ისეთ გამოხმაურებას მიიღებდა, როგორცაც უკვე იღებს. ინოვატორები ორივე მხარიდან აქ იკრიბებიან, რათა იდეები და გამოცდილება გაცვალონ. ინოვაციები საქართველოში წაიღონ და ამავდროულად ამ ჰაბის მეშვეობით მეტი ინოვატორი ჩამოვიდეს აქ, კალიფორნიაში. როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ინოვაციების ჰაბი დღეიდან უკვე ოფიციალურად იწყებს მუშაობას სან-ფრანცისკოში, დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალაქში, ბიზნეს ცენტრში და ქალაქში, რომელიც ითვლება ტექნოლოგიურ დედაქალაქად, ასე ვთქვათ, მსოფლიოში. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქალაქი წარმოადგენს სწორედ Silicon Valley-ის სახელს და ადვილი წარმოსადგენია თუ როგორ მასშტაბებზე არის ამ შემთხვევაში. საუბარი ამას გაესვა კიდევაც ხაზი დღეს გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე, რომელზეც ამავდროულად კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი მიღების ღონისძიებაც, რომელმაც 200-მდე სტუმარს უმასპინძლა. სან-ფრანცისკოდან სალომე ქოქიაშვილი საუბრობდა.